მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას ორკვირიან ვადას აძლევს, რათა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება სწორი მიმართულებით წაიყვანოს. ავალიანის ოჯახის წევრებმა დღეს პროკურატურასთან გამართული აქციისას საგამოძიებო უწყებას მოუწოდეს გადააკვალიფიციროს საქმე და გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით გაგრძელდეს. როგორც ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა და დაღუპულის დედამ ეკა კუპადაძემ განაცხადეს, მათი მოთხოვნა დააკავონ ყველა, ვინც ჩართულიყო 28 წლის მასწავლებლის ანგარიშ სწორებაში, რასაც მისი ჯერ კომაში ჩავარდნა, შემდეგ კი გარდაცვალება მოჰყვა. მე ვთქვი რამდენჯერმე და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო, მაგრამ ვციტირებ პროკურორ ლუკა გამკრელიძის სიტყვებს, უბრალო საქმე იყო, რომ არ გეკვირათო. ვიმეორებ, არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ არის უბრალო, მაგრამ რადგან ასე მოიხსენია ბატონმა ლუკა გამკრელიძემ, დიახ, გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყო უბრალო და მე ამასაც უბრალოდ არ დავასრულებ. ვიყავით წასული, დაგვიბარა ქალაქის მთავარმა პროკურორმა, შეხვედრაზე არ შეგვიშვა, ტელეფონებს იტოვებდნენ, ვერ ვენდობით და ტელეფონები ვერ დავუტოვეთ. უთხარით, რომ გამორთულ მდგომარეობაში გვექნებოდა გვერდზე დადებული. მაგრამ არ მიგვიღეს. შემდეგ გამოგვიგზავნა თავისი ასისტენტი, ქუჩაშიც დაგვეწია და გვზია დადო ქალბატონმა ეკამეს. აი უნდობლობა იქვე მისაღებშივე დაადასტურეს. ვერ ვენდობით, არასამდოდ იქცევიან და მაგ. ზარავს ეს უბედურება და ბანადგურებს. როგორ შეიძლება რომ ბავშვები შეიკრიბოს და ადამიანის განადგურება დაგეგმონ? ეს ხო უბედურებაა ხალხო. ამაზე დიდი უბედურება საქართველოში რა უნდა მოხდეს? პროკურატურა საქართველოს თხოვს პასუხს, ხელისუფლება საქართველოს თხოვს პასუხს და არა გიგა ავალიანის ერთი ოჯახი. ამ ქალბატონს ემალებიან, იმიტომ რომ დასამალად აქვს საქმე. იმიტომ რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები სავარაუდოდ გააყალბეს. რაც სისხლის სამართლის საქმეში სიყალბეა, არ უნდა ვთქვათ ჩვენ ამის შესახებ. მე მახსენდება სწორედ აქ ჩემმა კოლეგამ ბატონმა ზაზამ ისაუბრა გირგულიანის საქმეზე. აქაც მახსენდება და პარალელების გავლება შეიძლება იმით, რომ ფაქტიურად გარკვეული სუბიექტური ინტერესიდან გამომდინარე და ნების არარსებობიდან გამომდინარე შეთანხმებულია თითქოს საგამოძიებო სისტემა, რომ საქმეზე არ დადგინდეს ჭეშმარიტება და არ აღდგეს სამართლიანობა. ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების პრინციპის ნაწილში, როგორც ესეთი განგრძობადი დარღვევა, ჩვენ მიმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუ აქ ეროვნულ დონეზე არან ვერ მოხდა დარღვეული უფლების აღდგენა. მოგვიანებით პროკურატურასთან აქციის დროს ოჯახის წევრებთან პროკურატურის პრეს-ცენტრისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ გარდაცვლილ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს გენერალურ პროკურატურაში შეხვედრა შესთავაზეს. ოჯახის წევრების თქმით, მათ ამ დრომდე პროკურატურის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები ვერ დაინახეს, ამიტომ დღევანდელ შემოთავაზებულ შეხვედრაზე უარს აცხადებენ და 8 იანვრამდე აძლევენ ვადას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. ისეთი დარტყმა, რომელიც წარმოშობს უდიდეს გემატომას ტვინში, არსებობს ამის სურათი. და შუბლის თავის ძვლის აი ესე გახეთქვას, ეს არ არის სხეულის გაზრახციმე დაზიანება. ეს არის მკვლელობა. ეს არის მკვლელობა. უმთავრესი მოთხოვნა რა არის ჩვენი? ჩვენ როგორც საქართველოს მოქალაქე სურვილი გვაქვს შესრულდეს სამართალი. იყოს მუხლი გაზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურ მკვლელობაზე და ვინც არის სულ პირველი ინიციატორი სასწრაფოდ იყოს დაკავებული ის გოგონა, აუცილებლად უნდა იყოს. მე მაინტერესებს აქ მკვლელი სახლში რატომ არ ჩაატარეს? ვისაც დაურეკათ აქსიდან იმის ოჯახში რატო არ ჩაატარეს? დილეტანტების კითხვაა. რატო არ ჩაატარეს? დილეტანტების კითხვაა. რატო არ ჩაატარეს? არის ჩაატარეს, არის პარასიტი არ მიიღეს. ჩვენ ვეღარ გვიშველი, გიგას ვეღარ ვნახავ. მოგვიკლეს, მაგრამ ამათ შვილები უნდათ რომ ყავდნენ. ამასაც უნდოდა. და ამას ასევე ის უნდა რომ ბოლომდე დაიყოს ფილმოკლული. გაიგეთ ეს რა მოხდა? ამის გაგება რა ის არის როგორც შეძლოს. თუ ესენი არ დაისაჯეს საკადრისად, ეს იქნება სხვა არასრულწლოვნებისთვის წამქეზებელი ეს ყველაფერი. აქ ჩვენ ოჯახის წევრების და ეს ხალხი შევეხეთ არა მარტო გიგას ამ საკითხს და არა მარტო ეკას ასეთ მდგომარეობას. იმ ღირებულებებს, რომელზედაც უნდა იამაყოს პროკურატურამ შესრულებისთვის, რომელზედაც უნდა იყვნენ ეს ხალხი დაცული. დაბარებული ადამიანი 4 ვერ მიიღე. თავარმა პროკურორმა ეს როგორ შეიძლება? ეს ვერ უზრუნველყავი. თბილისის თავარმა პროკურორმა მიქაიამ ვერ უზრუნველყო, რომ ჩვენ მივიღეთ და სხვა რამეს უზრუნველყო? სხვა რამეს იზამს, ეს როგორ შეიძლება? ვინმე იზრუნა ქალბატონი ეკას ოჯახის დაცვაზე? დაუყენა ვინმე დაცვა არ არის საფრთხე რომ ეკაც გაანადგურო? არის თუ არა?
გამოძიების თანახმად 1 ოქტომბერს 28 წლის პედაგოგს გიგა ავალიანს სახლთან ახლოს 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა. ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. გიგა ავალიანის საავადმყოფოში 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. საქმეზე პოლიციამ ჯამში 4 პირი დააკავა, მათგან ერთი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მეორე ნაწილით წარადგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ხოლო 3 ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376 მუხლის პირველი ნაწილით წარადგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდებოდა და ჩადენილია მძიმე დანაშაული.